ერთი წამყვანი მოთამაშეები იყვნენ ინფორმაციის რაშში. აქ არაზუსტი გადაცემა ლომიძეს და მარტივი ორი ქულა მარტინის 5-0 კარგად იწყებს ბათუმის წინა რიგებში, წინა სეზონში 8.1 მოხსნა ქონდა საშუალოდ და ქულებითაც საკმაოდ კარგი სეზონი ჩაატარა. ქულებში ლიდერი იყო ოთო ბულიავა. აქ დაუფარეს ჰენდრიქს, თუმცა დამატებაზე კარგად ითამაშა. უცვლელი გახლავთ სტუმართა უთეული. წინა სეზონზე ვთქვათ, 4-ჯერ შეხვდნენ ისინი ერთმანეთს. სუპერლიგაში თითო მატჩი ჩაატარეს და თითო მატჩი მოიგეს. აქ სალაძის 2 ქულა და 15-9 ხდება ანგარიში. 17 ქულაზე საკმაოდ ხანი აღარ ჩაუგდიათ. სტუმრებს აქ უყურადღებოდ ითამაშეს სტუმრებმა, თუმცა ბრენჩი 3 მეტოქის გარემოცვაში ვერ ისარგებლა, მომენტით ვერ ჩააგდო და აქ საფულადე მცირდება ჩამორჩენა. ბოლოს როცა მეტოქესთან ახლოს იყო ბათუმი, ანგარიში იყო 7-7. ამის შემდეგ გაიქცა მარგვეთი და იმის შემდეგ ახლოს აღარ მიუყარებია მეტოქე. გაფრინდაშვილის ეს სროლა არ ვარდება, იბრძოლა გოგია მოხსნაზე, თუმცა ბურთი დარჩა. მას მძლებს და 2 ქულა ოთო ბულიავასი და მცირე გამოიტანს ბურთს ოთო ბულიავა. ლომიძე ინდრესიქს აყოფნაში სწორედ ლომიძე არის გამთამაშების ამპულუაში. არაზუსტი გადაცემა იყო ეს მის სიმხრიდან და ბურთი ითვლება 2 ქულა, რომელიც ჩააგდო დღეს ბათუმს და უწევდა ჰენდრიქსის დასვენების ფონზე ლომიძეს გამთამაშებლების ფუნქციის შესრულება და 3 ქულიანი, რომელიც ჩააგდო ოთო ბულიავა. ბათუმმა ძალიან დიდი დანაკლისი იყო. შესაბამისად გუნდი იყო გავარდნის ზღვარზეც კი, თუმცა გორში ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო. ბათუმმა კალატოზიშვილის შესვლა და 2 ქულა. ნახოთ ბათუმის რიგებში უკვე როგორ წარმატებით იასპარეზებს და ფაქტია მისი დამატები ძალიან დიდი ძალა შესინა გუნდს. და სწორედ ილია ლონდარიძე ბურთით ვერ ჩააგდო ეს სროლა და შეტევაში მარტინი სწრაფად გადავიდა. აქ დაუფარა ლომიძემ სანაძეს და ჰენდრიქსი გაუშვა 3 ქულიანი, ვერ ჩააგდო. შარვაშიძე კარგად თამაშობს, დაუტოვა საკუთარ გუნდს ბურთი. გაფრინდაშვილი შედის და აგდებს. ძალიან კარგია, რასაც უყურდებით. საშუალება 1 ბათუმს 3 კი კარგად შეუძლია. რა თქმა უნდა, დაუგდოს ტემპი ჯარიმებით მეტოქეს მარგვეთმა. თუმცა მანამდე სწორედ მათი შეტევა ალავიძე. შევიდა ალავიძე და მორიგი ბრწყინვალე თამაში ლონდარიძის. საკუთარ ნახევარზე არის 5-ვე კალათბურთელი მაგვეთელთა რიგებში. ახლა გაიქცენ წინ, ჩაიჭრა ეს პასი, ლომიძის 3 ქულიანი და ჩააგდო. შესანიშნავი მომენტი მასმიძელთა მხრიდან. ცუდი გადაწყვეტილება მიიღეს. სტუმრებმა ჩაჭრა ბურთი იზორია, უმალვე მოძებნა თანაგუნდელი ლომიძის სახით, რომელმაც შორი მანძილიდან გამოიყენა ეს შანსი და 2 ქულით ბათუმი ჯარიმებით 4-0-ზე უკვე 2 წუთსა და 6 წამში, რაც დიდ უპირატესობას აძლევს, რა თქმა უნდა, ზესტაფონის გუნდს. შორი 2 ქულიანი არაზუსტია და ბურთით ლომიძე თავად შევიდა და ჩააგდო. მე-12 ქულა უკვე დავით ლომიძის 25 წლის გახლავთ გაფრინდაშვილი, თუმცა საკმაო გამოცდილება აქვს მასაც დაგროვებული სუპერლიგაში თამაში. კალატოზიშვილი დაუტირა და სწორედ გაფრინდაშვილს და მე-6 ქულა უკვე კალატოზიშვილს. ეს სროლა კი ზუსტია 54-57.
14 ქულა მარტინს. გულიავა ჯონსი ეთამაშება, მას კარგად დაუტრიალ და გულიავა შევიდა და შესანიშნავი ედვარდსის ქულებით შემცირდა სხვაობა სამქულიანი ჩააგდო ედვარდსმა. ლონდარიძე 14 აქვს ლონდარიძეს 15 ლომიძე სწორედ მათი გათამაშება და ამ ორი ქულით გადაასრა უკვე სანაძე სწორედ ის გახლავთ დანარჩენი სხვა კალათბურთელები უფრო ახალგაზრდა გახლავთ 25 და უფრო პატარა ასაკის მაგრამ რა თქმა უნდა 29 წელიც არ გახლავთ ბევრი კალათბურთისთვის თუმცა ფაქტია მარგვეთში ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობა შეიკრიბა ელიაძე ცრუმოძრაობა და ჩააგდო მეოთხე სამქულიანი უკვე ლევან ცენტრის პოზიციაზე და ნახოთ აქ კარგავს ბურთს იზორია გაფრინდაშვილი და მარტივი ორი ქულა 72-59 მაინც თავად სანაძე განაახლებს შეხვედრას ედვარდსი 3 წუთი მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე სანაძე გაუშვა სამქულიანი და ჩააგდო ის ორი საჯარიმოს რომ გამოიყენებია უკვე 5 ქულა იქნებოდა ჩამორჩენა მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ 7 ქულა სხვაობა აქ ისევ დაკარგა და ტაიმაუტი უნდა იყოს წესით ხვერიშვილმა ასეც არის ისევ ჭიდრო დაცვას მიმართავს მარგვეთი ისევ გაჭედეს მაგრამ საბოლოოდ გადმოიტანეს მაინც წინა ნახევარში ბურთი ბათუმის კალათბურთელებმა ნახევარკაუჭი ჩააგდო ლონდარიძემ ისევ მას მოუწიოს გადამწყვეტის როლის შესრულება გულიავა გუნში გაუშვა ორქულიანი და ჩავარდა ეს რა ეპიკური დასასრული ჰქონდა ლუკა კალატოზიშვილი დღევანდელი შეხვედრის გმირი ხარძიანი რასაც უყურებ ბევრი ახალგაზრდა კალათბურთელია რომელსაც არ ვიცნობთ ესე დიდ სცენაზე კარგი მხრივ გავიცნობ აი როგორც მაგალითად ზესტაფონიდან უკვე ალავიძემ თავი დაგვამახსოვრა კიდევ ბევრი გამოჩნდება გაწმუნებული ვარ ასე იქნება ოჰო ფევაძე აქ მიქელაძეს აართვა ბურთი გუნდის კაპიტანს პირველი ორი ქულა ვით ვარა ფევარა ნიკოლოს საგარეიშვილი აი ნიკოლოს საგარეიშვილიც მე პირადად პირველი თამაში მიმყავს თუ არ ვწდები ისი კვარცხავა რა კარგია ახალგაზრდა კალათბურთელს წაართვა ბურთი და თვითონვე მარტივი ორი ქულა 4-ვე ქულა მის ანგარიშია რაშის პროექტი ხო მოედნის ფეხის დასრიალებები გუშინდელი დღის შემდეგ ჩვენი მთავარი მინუსია ანაში გვათამაშეს ფეხბურთი ის იყო 9 წყაროში ჩემთან ბევრად კარგი სტადიონია ვიდრე პოლონეთში იყო იმ კატასტროფაში სამიანი შეხვედრაში კვარცხავას და გუნდის კაპიტანი ფევაძე იწყებს ჩვენი ორი გადაცემა რა კარგი იყო ლეონიძე ასეა თუ ისეა 12-6 გვაქვს ახანია აბა მიქელაძე ჩაგდო კარგი იყო ყოჩა ეს არის გადაცემა მაგრამ ზუსტი ნინუა აბა სამქულიანი გაუშვა არ არის კარგი მაჯაკმა საიდან მოაბრუნა რიკოთის უღელტეხილს მოატარა იმ სიგრძე ხელი საიდან შემოაბრუნა აჯაკი აი დაგვამახსოვრა უკვე დავი ამქმედებით ინუას როლის შემდეგ აი ბურთი საიდან შემოაბრუნა საფრენბურთო თუ ილეთი გამოიყენა დაურუნა ჰენდერსონს აკაზე გამახს ცხოვრებაზე რა ბურთი გაიტანა თუ ნახე იქ ხელბურთის აუ ეგ ბიჭი არის მგონი ფეხბურთის კვარაცხელია რა ალბანეთი გველოდება წინ ორ დღეში და ჩორას გარეშე მაგრამ არა იმედია მივახცევთ იმ შედეგს რაც სურს ყველას ერთად კარგი დაუბრუნდეთ ჩვენ კალათბურთს ინუა ათამაშებს ბურთს უფა კარგი გადაცემა და აი გაფრინდაშვილი
ეს სიძლებს ხალი მოგა 8 წამის წესი დაირღვა. დიდხანს ამჯერად არ განშორდა ბურთს და აიღო კიდეც რაც შენ აღნიშნე ის წესი. არაზუსტი გადაცემა ფევაძე და კვარცხავარა კარგი იყო. დროზია გადასატანი ბურთი ყავლაშვილი აბა პერიმეტრიდან ჩაგდო კარგია. სამიკულა. რაო ოჩან ბათეს კოდი ჩემს სიტყვებს დაასრო დასტურ დავიძახა და ეგ არის. ფევაძე 13-25 ყავლაშვილი აბა ვოუ ჰიქსი რასაკეთებ სადა ხარ აურა კარგი იყო კაპიტაშვილი დავეთი სამიანი აურა კარგი იყო მათე რა უქნა ნახე სად გაუშვა აუ ეს არა ის ეპიზოდი იყო თავიდან შემა ოჩა ეგრე გააგზავნოს უნდა აუცილებლად თორემ იგი საჭიროა ოპა კვარცხავა კარგია დაგეშილი იყო და ფევაძეზე გადაცემა 3 ბურთელი აღიმართ ამას კიდე ერთი შეიძლება ჩაგდო იქსი ყავს დაჩაგული მათეს აბარა სად გადახტა კიდე და ოლიმპიური რეკორდი დაამხარა ვა ოპა ჩაპრინდა ვინ იყო იქსი იყო შოუ არა ქორი გაითამაშა იქსი კარგია დაცვაში თესეუ მიქელაძე და ჰიქსი კარგი იყო აი პასუხი კი ზედიზედ მესამშანქულიანია 4 ქულა თესეუს უპირატესობა მაშინ როცა რჩება 2 წუთზე ნაკლები ოპა ჰიქსი კარგი იყო და კიდევ ერთი პირველი შეტევა ეს კარგად გამოსდის რაში სცენარი პრაქტიკულად იგივეა რაც მეორე-მეოთხეში იყო მისდევენ ერთმანეთს ოპა აი შაკი არ ყოფილა წინ მარცხავა ოხტანა სიჩვენება აქტიურად უშლის ხელს მათე ოპა ლეონიძე 4-2-ზე არიან რაღაცა უნდა გააკეთო სწორია იდეა მაჯაკი ზედიზედ მეორე ამას ყვარებია ბატონო მოიჩინა თავი აბა ორი გოლს ორი გოლშოტი ორი ზედიზედ გაბრაზდა ხო ჩათანადო გაგრძელება კარგი დაცვა თესეუს მხრიდან ავიდა სასრულ პოზიციაზე გაუშვა ამჯერად არაზუსტად ისევ ფევაძის მოხსნა და მასვე გადააქვს ბურთი მეტოქს ნახევარზე თავად აიღო ბრავო ეს რაკნა რა ჩაიდინა შახტა კალაჩი ნახე ბიჭო და სპეციალისტებს იგივე დათოროგავა ბესოლეჟავა იგივე თომარაძე ხო გუშინ რომ მოედანზე იყვნენ დღეს უკვე რამოდენიმე სამწუხაროდ წელია შტაბში არიან ოს რა გააკეთე მანუელმა ასე რომ წარმატებები სანდროსაც ახალ უთლაძე რა კარგია ხარაბაძე ხარივით შეფრინდა მატადორივით კიდევ ერთხელ კარგი იყო კობახიძე პასიულად ბრუნდებიან ლოლიშვილი და კობახიძის ნესვა სამი ქულით არის ჯერჯერობით ამრაწილი სავარაუდოდ ან გაზდის ან იგივე სხვაობა დარჩება პირველი მეოთხედის შემდეგ მაზიაშვილი რა კარგია ჩაგდო აი აჰა შემოვიდა იმ წუთშივე დაალაგდა რა ხდება დაიკარგა ო ჰენდერსონი შემოსულა მოედანზე უცხوار არის სუპერლიგისთვის ოჰო შვენიერი თითქოს ჩაჭრაიოდა ეხლა მაგრამ იმანუელმა ვერ გაუგო მაზიაშვილს აი მეცხოვრეშვილი ვერ შეწყდა ხო ჰენდერსონი და ლომაშვილი თვითონვე კი ბატონო მარტივი ორი ქულა მაზიაშვილი ყავდა ზურგს უკან მოგდებული ორი ქულა სუპერლიგაში ეგრე გამოდის კი ბატონო აბა
ნიკლიკაძე და არც ეს ვარდება. აი ეხა უნდა გადაიკეტათ ლომაშვილი. ესო. ხო 26-ით 24-ია. აიწონა თამაშია. და ბეწვის ხიძე გადის ორივე გუნდი. აზიაშვილი მიიღო კოლუმენმა ბურთი. ტეილორი ცხვარიშვილმა ჩაირბინა, კარგი იყო, მაგრამ უნდა გავიდეს ახლა, უნდა გავიდეს. ოჰო, ნახე, სად აიღო ბურთი. აი მივოდონ შეტევას და მე ვიტყვი მაზიაშვილი. აქ კარგი მოძრაობები, არ აყვა გრეივსი ის მოძრაობებს, თუმცა მაინც გასცდა მაზიაშვილი. აბარა. ლომაშვილმა დაუყენა ბლოკი. არა, ჯობს მაინც შიგნიდან, საშუალოდან უნდა შეუტიოს ორმა. აჰა, შესანიშნავია ლომაშვილის სად ვერ დაიმორჩილა ბურთი. მე ფართან ერთ-ერთზე გადიოდა ახლა მაზიაშვილი. რა გადაცემა გააკეთა! ჰოჰო! მაზიკ ნოულუკ პასი, არ ვიცი, საოცრება იყო, ულამაზესი შეტევა, ალბათ ერთ-ერთი ჰაილაიტი. ოჰო, კიდევ კარგი, როგორც იქნა სამქულიანი აკეთაც. ფორმაციის გაგრას აკლია შუთერი. აკლია. ეხლა აი რასაც უყურებთ ეგრეა, ხო? ნიგლის სტილის კალათბურთელი აკლია, კუპერის სტილის კალათბურთელი. ქართველია. ქართველი ვიყო ესეთი მსროლი. აბაღვა გაუშვა საშუალოდან და სირენასთან ერთად უათავსა ბურთი კალათში. მოთამაშე რო ყავდეს და სამი ლეგიონერი პლეი-ოფში ჩაულებრივად ზუსტად გასაკვირია ხა ბულაშვილის მეცხოვრიშვილი ბირკაია ოჩახ კარგი იყო. მეუთხედით მოთამაშეების მეუთხედი ყავდა. ჩვენ მატჩიც მოვლენები ისე ვითარდება რომ ქულა-ქულაში უნდა იყოს მთელი შეხვედრა. აბა ბირკაია. აი ხა წინ გასვლის საშუალება აქვს ორბს. გრეივსი. რა კომბინაცია, ბრავო ბირკაია გრეივსის შესანიშნავი დუეტი და ორბი გადის წინ. ნახევარი ტაიმია მატჩის დასრულებამდე ძირითად გასული სეზონის პირველი მატჩი დასრულდა 100-100. და ყველაზე ნაკლებად შედეგიანი მატჩი 8 და არია მაზიაშვილმა. ეს რა გააკე, ეს როგორ შეიძლება? მოხდა. არ შეიძლება რაც გააკეთა ეხლა მაზიკამ ესეთი რამ. ამისურველი თუმცა გარისკა ითამაშა ჩაჭრაზე და დაუფიქსირდა კიდევაც ჯარიმა. ჯივი ბაქრაძე როგორც ჩანს რაიძე არ ყოფილა, ჯარიმა და 5-4-ზე არის შეტევა. როპერი ორი ქულა. მასეკანანზე მესიდორი. ევაზროგავა. მეგენეიშვილი, ისევ რეჯი მესიდორი. 5 წამირჩება შესატევად. კარგი გადაცემა მესიდორის და 9-7 ანგარიში კარგი კომბინაცია. ძალიან ძლიერ დელტას 3-1 და ფინალში ქუთაისთან ძალიან ძლიერ ქუთაისთან მარცხდება სერიაში 3-1. ამასობაში ჯოშუა ერლის პირველი ქულებული გაიცა. წინ ივერიონ 7-7 იყო. მის შემდეგაც ზეძე 8 ქულა ჩააგდო გორის გუნდმა. სწორედ ნოდარ გოგოძე. კარგი გადაცემა ვილინგემის მისამართი და ამ უკანასკნელად დაუფასა ეს სპეანური გადაცემა გოგოძეს და ნახოთ რეჯი რას მოიფიქრებს. ერლის მისამართით გადაცემა ვერ აგდებს თული პოზიციიდან ერლი გოგოძე ხსნის გოგი ჩაიშვილი. არ გავიდა მისი პასი კარგია უგრეხელიძე ჩაჭრაზე, შემდეგ კალმახელიძის პასი უგრეხელიძემ უნდა დაამთავროს ვერა, თუმცა მესიდორი იქვეა და დამატებაზე გორის ივერიონს. ბაქრაძე კალმახელიძე უთამაშება მას კარგი ცრუმოძრაობა და შესანიშნავი ჰაილაიტი შემოგთავაზა. ახლაც პირველი გააფუჭა და მეორე გამოიყენა გოგი ჩაიშვილმა. ევაზროგავა ჯოშუა ერლი დაკიდა ფლოუტერი და ჩააგდო. ძალიან კარგად მისდის სროლები ივერიონს გუნდის ბოლო იერის პირველ მეოთხედში. თქმა მაქსიმალურად ეცდება დროის გაყვანას. ბაბუნაშვილი აქტიურად ეთამაშება დაცვაში.
Rogawa, Chatmani, შემდეგ Garbaidzé აიწია ეს როლა და ჩააგდო 32-17. ამით სრულდება პირველი მეოთხედი და ისევ სწრაფად გადადის მეტოქის ნახევარზე. იუერიონი Rogawa გაუშვა სამქულიანი, არ ვარდება ერლი მოხსნაზე იყო, თუმცა ბიგივიკო ჩაუვარდა ბურთი ხელებში, პერის დანკი და 32-21 ხდება. მეტია. უძილაძის არაზუსტი სროლა და ისევ Rogawa ბურთით. კარგი ჭკვიანური გადაცემა და უგრეხელიძის ორი ქულა. Rogawa-სგან ესეთი პასები მოსდორი. კალმახელიძე მეგენეიშვილი ტურძილაძე უდგას მას და დააფარა ძალიან კარგი მონაკვეთი აქვს ტურძილაძეს შესანიშნავად ითამაშა ნაკრების კალათბურთელმა და ვილინგემის ენდვანი გამოცოცხლდა კავკასია წუთშესვენების შემდეგ და 10 ქულამდე ამცირებს სხვაობას სტუმარი გუნდი რასაც უმალვე მოყვა რა თქმა უნდა იუერიონის წუთშესვენება რევაზ Rogawa მეგენეიშვილის კარგი გადაცემა და შესანიშნავი reverse lay-up-ი აკი უკვე მეოთხე გუნდური ჯარიმა აქვს იუერიონს ხოლო კესეუ გერჯევით უჯარიმოდ არის ისევ ამ დროში გოგიჩაიშვილის სამქულიანი არაზუსტია მესიდორიხსნის აქ კარგი ჭკვიანური გადაცემა და გარბაიძის ორი ქულა გარბაიძე შევიდა ტურძილაძის მორიგი ბლოკშოტი ორი გუნდი შტაბეჭდილებას თავის იუერიონი თუმცა წინ მეორე ტაიმია კავკასია რა თქმა უნდა მარტივად არ დანებდება და შეეცდება გამარჯვების მოპოვებას თუმცა როცა Rogawa ყავს გუნდში ძალიან რთულია რომელმაც ვერ ჩააგდო და მოხსნაზე მესიდორია 15 ქულა აქვს პირველი ტაიმის შემდეგ მესიდორს Rogawa თავად შევიდა ვერ ჩააგდო თუმცა თავადვე მოხსნა უგრეხელიძე მოძებნა შემდეგ შევიდა უგრეხელიძე და ზუსტია 9-3-იანი აქვს ჩაგდებული იუერიონს. გოგნაძე, გოგიჩაიშვილი, შამარაიტი, რა კარგი მომენტი იყო. ჩაგდებული ბურთი უკვე გამოსული უკან ახალზეც. როპერი მესიდორი აქტიურად ეთამაშება დაცვაში, შევიდა მაინც პერი და ჩააგდო. 67-63 4 გვაქვს. პერი ტურძილაძე და ვილინგემი ორივეს 4 ჯარი მაქვს, ამიტომ უნდა იყვნენ თხილად. რაიტი შევიდა და ისევ ჩააგდო, ძალიან კარგი მონაკვეთი აქვს. საინტერესოა უკულოდ შესრულებული ორმაგი დუბლი და მეათე შედეგიანი გადაცემა უკვე რევაზ Rogawas. მესიდორი მეგენეიშვილისგან მიიღო ბლოკი, თუმცა თავადვე აგრძელებს შეტევას და მორიგი ზუსტი სამქულიანი რეჯი მესიდორის 23 რევაზ Rogawa ისევ გივიკო მესწინააღმდეგ ერლი მოძებნა და ერლის ზუსტი ორი ქულა 99-60 გოგიჩაიშვილი რაიტი შორიდან ეთამაშება ერლი მას ვერ აგებს რაიტი თუმცა ვილინგემი ხსნის როპერი სე ვილინგემი როპერი 3 წამი შეტევის დასასრულებლად და ჩააგდო ვილინგემა სირენასთან და როპერი ხსნის თავად გადმოაქვს სწრაფად ბურთი გაუშვა სამქულიანი არ ჩავარდა და
უგრეხელიძე ხსნის ჩატმანი და პერის დაფარება, თუმცა უგრეხელიძე დამატებაზე პირველია და ჩააგდო ეს ბურთი. მიღმა გვერდითი ხაზი. ბურთს თამაში შეიყვანს ბერდია ქავთარაძე. ისევ ქავთარაძე ბურთით ადგა გაუშვა და ჰო! ეს კარგი იყო კინგსბი. ბურთი გადაეცათ ამასობაში დელტას კალათბურთელებს, თუ შეინარჩუნებენ, შეინარჩუნეს ჯერჯერობით. ტულეისკირი იყო, შემდეგ ბურთით არის კინგსბი, გაუშვა შორიდან, არ ვარდება, სმიტი ხსნის, მანაც შაშვალო, კი არა და ახლო მანძილიდან. მეორე გააცუდა, თუმცა თავადვე დაეუფლა ფარიდან გადმოარნილ ბურთს. ქუთაისს აქვს შანსი კიდევ ერთი შედეგიანი შეტევა განეხორციელებინა, თუმცა არ გამოვიდა და სწრაფი პირველი შეტევა. დელტასი კარგი დაფარება. არც ეს კორცნა გამოდგა ზუსტი დელტასი და უკვე ქუთაისია შეტევაში. სულაბერიძემ შვენივრად დატრიალდა. ჩიკავთარაძე ფარქვეშ ბერიშვილზე ბურთი დაუტრიალდა მეტოქეს, მანაც ოჩიკიძე გვერდით ხაზიდან განაახლეს თამაშს. ზებნა სულაბერიძე მისი მორიგი მცდელობა შორიდან არც ეს გამოდგა ზუსტი. ბეკაურმა მოხსნა. კორსანტია ისევ ბეკაური. ოჩიკიძე ჩაუშვა სამიქულა 30-27 ქუთაისი გადის წინა. ესე აიწონა დაიწონა თამაში გვაქვს ხანეთი. ხან მეორე გუნდია წინ და ვფიქრობ ნეიტრალური გულშემატკივრისთვის ეს ძალიან კარგია. პასუხი მაშინვე მიიღო სოფშაინისგან ქუთაისმა, თუმცა ორქულიანი გამოდგა ეს კორცნა. 30-29 აქ კორსანტიამ ჩააგდო ბურთი, მაგრამ ითვლება თუ მანამდე იყო წესების დარღვევა, კი ჩაითვალა +1 კორცნაც ექნება შესაძლებელი გაისერთა 12 გამორჩენა, რასაც ვერ აკეთებს. 24-30 ზალაშია და ქუთაისის შეტევა. ბასტრაფი შეტევა გამოუვა. გამოვიდა პოტერი შეივიდა ფარქვეშ და ცდილობდა შემოეტარებინა ბურთი საპირისპირო მხარედან ბეკაურისთვის, მაგრამ დაფარება უბედა ამჯერად შორიდან კორსნა. ბეკაურმა მიიღო ბურთი, მის წინააღმდეგ გეგი ბაქრაძე და ჩაჭრა მორიგი. თავგანწირვით ითამაშა და ორი ქულა. და ჩიკავთარაძე. სულაბერიძე, კორსანტია, კარგად გათამაშებული კომბინაცია, მაგრამ რა დაფარება. მიითვალა ეხლა სმიტმა. ძალიან მაგარი. გურჯაანის დელტას იმისათვის, რომ კიდევ უფრო შეამციროს სხვაობა. და ბოლო წამზე პორტერმა ჩასვა ბურთი კალათში. აიღო საკუთარ თავზე ეს მისია და იმ 19 ქულიდან კაპიტანი ქუთაისური კლუბისთვის. ბაქრაძე გასულ სეზონში ივერიონის მაისურით გვაჩვენა, რომ ეს იარაღი თქვათ მის ლავაც არის. ვერიშვილი შორეულით ყორცნა, ბურთი რჩება დელტას.
6 ქულაღა ქუთაისელთა უპირატესობა. რა კარგი პასი და ასევე ორი ხელით ზემოდან გდება. სლოპშაინი ორი ქულის ავტორი. აღსანიშნავია რა თქმა უნდა პორტერის ეს პასიც და შემდეგ უკვე დასრულებაც შემოგთავაზე ესეთი სლოპშაინმა 60 კინგსბი ჩიკიძემის წინააღმდეგ შემდეგ სლოპშაინი ცოტაც და კინაღამ დაკარგეს ბურთი ორ კალათბურთს შორის გაძვრა კინგსბი გაუშვა შემდეგ სამიანი მიტმა არა პორტერმა არ უარდება თუმცა ბურთი შეინარჩუნეს დელტას კალათბურთელებმა გეგი ბაქრაძე რა ბრძოლა გამოვიდნენ საბოლოოდ გამარჯვებული ქუთაისელები და სულაბერიძის ორი ქულა მეორე ჯუსტია 74-70 და ახლა დაცვაში მართებს ყურადღებით თამაში მასპინძლებს თითქოს აართვეს ბურთი ბერიშვილს მაგრამ იქ წამოეხმარდა და ამჯერ მეორეჯერა უკვე აართვეს და კინგსბი ორ ქულამდე დაიყვანა ქუთაისელთა უპირატესობა